გამარჯობა, მე ვარ თეონა ამაღლობელი და ეს მერაკის პოდკასტია, ანუ ჩვენი პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია არაფორმალური განათლების ინსტიტუტი მერაკი, სივრცე, შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი. Sunflowers-ი არის ადგილი, რომელსაც პირადად მე წლებია ვირჩევ და ვენდობი. ყვავილების შეკვეთა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან შეგიძლიათ. მისამართი კი მიცკევიჩის 15 ნომერია. დეტალებს აღწერილობაში მიუთითებ. დღეს მაქვს ძალიან საინტერესო თემა და მყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. როდესაც მე პირადად ეს წიგნი შევუკვეთე, საქართველოში არ ვიყავი და დედაჩემს მიუვიდა სახლში. მან დამირეკა და მითხრა, რომ რამდენ რამეს ავირიდებდი თავიდან ეს წიგნი რომ მქონოდა და ეს ინფორმაცია რომ მქონოდა. მე გიბოდიშებ შენო და მაშინ მივხვდი, რომ ამ წიგნის წაკითხვაც კი არ იყო საჭირო, ისე უნდა დამეპატიჟებინა მისი ავტორი აუცილებლად. მე ერთადერთი ამ წიგნზე ვიტყოდი იმას, რომ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ჩემ მშობლებს, რომ ეს წიგნი ქონოდათ და წაიკითხათ. ლევან, გამარჯობა პირველ რიგში, მადლობა იმისთვის, რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი. ჩემთვის ეს თემები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემმა ინსტაგრამის გამომწერებმა კარგად იციან ჩემი ისტორია. 28 წლის ასაკში ცხოვრების არცეთ სფეროში არ ვიყავი შემდგარი. უნივერსიტეტიც კი არ მქონდა, დაწყებული მქონდა და ვატოვებდი. ბოლომდე არც კი მიმყავდა არც ერთი უნივერსიტეტი და იმიტომ რომ ყველაფერი მოდის ბავშვობიდან, აღზრდიდან და სამწუხაროდ მიმიყვანა იქამდე, რომ ბედნიერი ვარ, თუნდაც 28 წლის ასაკში რაღაც კითხვები დავსვი საკუთარ თავთან, მაგრამ შეიძლება ბევრმა ეს კითხვებიც არ დასვას, ისე ვიყოთ რაღაცა აღზრდის სოციუმის ცხოვრები და ასე შემდეგ. პირველი კითხვა, რაც მაინტერესებს, რაში დაინახე საჭიროება ამ წიგნის არსებობის? მოგესალმებით. დავიწყებ იქიდან, რომ ამ წიგნის საჭიროებას ყოველთვის გრძნობდი, რაც თვითგანვითარებას მივყავი ხელი, ესე ვთქვათ და მაგრამ ესე კატეგორიულად ჩემი თავის წინაშე დავსვი ეს საკითხი, როდესაც მესამე გოგო მეყოლა და როდესაც ამ დროისთვის უკვე ცოტა ზემოსული ვიყავი შეიძლება თქვა და დავიწყე დაკვირვება და დანახვა იმისი თუ როგორ განიცდი და წლინახევრის ბავშვი ისეთ რაღაცებს, რასაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. და ამან დამიწყო, ესე თქვა, დატრიგერება და მახსენდებოდა ჩემი ბავშვობა და ის ტრამვები, რომლებიც ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ჩემ ცხოვრებაზე და გაჩნდა ეს იდეა. დავიწყე ძებნა ესეთი წიგნების. უბრალოდ ჯერ ძებნა დავიწყე და მერე გაჩნდა იდეა, იმიტომ რომ ნახე რომ ესეთი წიგნები არ არის რეალურად. მსოფლიო ბაზარზე, სადაც არის უამრავი წიგნი და parenting, როგორც ქვია აი ამ სახის ლიტერატურას, ძალიან ბევრი წიგნია. და parenting-ი არის ძალიან პოპულარული თემა. და მილიონობით წიგნები იყიდება ყოველ წელს ამ თემაში და მაგრამ ვერ ვნახე ისეთი წიგნი, სადაც უბრალოდ როგორც მშობელი მე ვნახავდი ყველა კითხვაზე პასუხს. იმიტომ რომ არის ცალკე წიგნები ყვირილზე, ცალკე წიგნები სტრესზე, ცალკე წიგნები იმაზე უნდა ვცემოთ თუ არა ბავშვი და ასე შემდეგ. არის ძალიან ბევრი არასწორი წიგნი. მაგალითად, როგორ არის ესეთი წიგნი, როგორ უნდა დავიმორჩილოთ ბავშვი, რა ქვია, ცივილ-კივილის გარეშე. მაგრამ, ეს არის წიგნი დამორჩილების შესახებ. და ასე შემდეგ. და არის ძალიან ბევრი კარგი წიგნი, მაგრამ აი როგორც თქვი, ესეა, რაღაც უფრო თემატურად არის. ესეთი უნივერსალური, რომ მე ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც დამჭირდება ინფორმაცია, ავიღო წიგნი ხელში და გადავშალო შესაბამის თავზე და ვნახო, როგორ უნდა მოვიქცე ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ესეთი წიგნი აღმოვაჩინე, რომ არ იყო და დავიწყე წერა. მაგრამ უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა და ძალიან დიდი დრო წაიღო, წლები წაიღო. მაგრამ რახან დაწყებული მქონდა, აღარ შევეშვი და აი, აგერ არის. შენ თვითონ რა გასწავლა ამ წიგნმა წერის პროცესში? ძალიან ბევრი რამ, ყველაფერი ის რაც იქ წერია, რეალურად მასწავლა ამ წიგნმა. იმიტომ რომ, როდესაც იკვლევ რაღაცას, რაღაც კონკრეტულ საკითხს, შეიძლება ისე
ღრმად ჩაძიებული არ იყო, მაგრამ იძულებული ხარ, რომ ბოლომდე ჩაეძიო იმისთვის, რომ გადმოსცე, ხო? და ბევრი რამ, რა თქმა უნდა, შემომესწავლა ამ პროცესში, რა თქმა უნდა. რას სწავლობს მშობელი ამ წიგნით საკუთარ თავზე, რას იგებს? არ ვიცი. საერთოდ ადამიანები იმას იგებენ, რაც უნდათ რომ გაიგონ და ეს არის პრობლემა. იმიტომ რომ მშობელმა რომ მართლა წაიკითხოს ეს წიგნი, მართლა გაიგოს რაც აქ წერია, დადგება დილემის წინაშე. და ეს დილემა მდგომარეობს შემდეგში. მე ჩემი კომფორტისთვის ვიცხოვრო, თუ მართლა ჩავდო ის ძალისხმევა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ფსიქიურად ჯანმრთელი ადამიანი გავზარდო. იმიტომ რომ ეს მოითხოვს უდიდეს შრომას. ანუ ცუდი მშობლობა არის ძალიან ადვილი და კარგი მშობლობა არის ძალიან ძნელი, ძალიან შრომატევადი. და მარტო შრომატევადი არა, ეს მოითხოვს საკუთარ თავში ჩაღრმავების და საკუთარი თავისთვის უხერხული და არასასიამოვნო კითხვების დასმის უნარს. ანუ რეალურად ბავშვის აღზრდა არის თვითშემეცნება. იმიტომ რომ მე თუ ბავშვს უხეში მაგალითი მოვიყვანთ, მე თუ ბავშვს ურტყამ და მე გადავშალე ეს წიგნი და წავიკითხე, რომ ბავშვის ცემა ასეთ საშინელ შედეგებს იწვევს, ესე დეტალურად აღწერილი და მივხვდი, რომ არ უნდა ვცემო ბავშვი, მერე ძალაუნებურად ჩემ თავს უსვამ კითხვას, რომ რატო ვცემ ამ ბავშვს. და როცა ვიწყებ ამის გარჩევას, მე თუ არ მაქვს იმის უნარი, რომ ჩემი თავი ვამხილო არასწორ მოტივში, არასწორ საქციელში, ну, რა თქმა უნდა, აქ უკვე დამთავრდება, უკვე ამ წიგნს აზრი აღარ ექნება და არც ერთ წიგნს, იმიტომ რომ მე უბრალოდ ვიტყვი, რომ აი ბავშვმა დააშავა და იმიტომ ვცემ. მაგრამ თუ მართლა გავიგებ ამ წიგნში რაც წერია, ან თუნდაც სხვა წიგნებშიც, ხო? მაშინ მე მომიწევს იმის გარკვევა, რომ რეალურად რატო ვცემ ბავშვს და ძალიან ბევრ არასასიამოვნო პასუხამდე მივალ. შეიძლება დაწყებული იქიდან, რომ მე მეზარება, რომ ბავშვს აუხსნა და მინდა რომ უბრალოდ ბრმად დამემორჩილოს და ამიტომ ვცემ. ან მე ბავშვობაში რომ ვცემდნენ, ჩემში არის დაგროვილი აგრესია, ჩემში არის არასრულფასოვნების კომპლექსი და ამიტომ მე რახან პატარაა და ვერ შემეპასუხება ვცემ, რომ ჩემი აგრესია გადმოვიყვან. უბრალოდ მე ყველგან დაჩაგრული ვარ სამსახურში, მეუღლესთან ურთიერთობაში და ერთადერთი ბავშვია, რომელთანაც შემიძლია ვიყო ჩაგვრელი და არა ჩაგრული და ამიტომ ვცემ და მიზეზი მილიონი შეიძლება იყოს, მაგრამ არასწორ საქციელში ყოველთვის იმის ბრალია, ასე ვთქვათ, მაგრამ ნუ ბრალი აქ ძალიან უხეში სიტყვაა. იმის მიზეზია, იმ ადამიანის მიზეზით ხდება, ვინც ჩადის არასწორ საქციელს. ხო, ასე რომ ამიტომ ამბობ, რომ რეალურად ბავშვთან ურთიერთობა არის შანსი ადამიანისთვის, რომ შეიცნოს თავისი თავი და განვითარდეს რეალურად და არა რაღაცა ლოზუნგების დონეზე. კი. წიგნს ქვია თავისუფალი ბავშვი, თავისუფალი ადამიანი და შენ საუბრობ უპირობო თავისუფლებაზე. რაც ძალიან ხშირად მშობელს აშინებს, მე თუ მას მივცემ უპირობო თავისუფლებას, დავკარგავ პატივისცემას, ის გახდება თავხედი, ან ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რას ნიშნავს თავისუფალი ბავშვი? ეს ძალიან დიდი საკითხია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა. უბრალოდ პატარა პრეისტორიას მოვყვები, ეს იდეა ჩაისახა ევროპაში, მისი ავტორია ჟან-ჟაკ რუსო და მან წამოაყენა ეს იდეა, რომ ბავშვი უნდა იყოს თავისუფალი, იმიტომ რომ საზოგადოება მას აფუჭებს და თავისუფლება არის რუსოს იდეა იყო ეს, რომ თავისუფლება არის მორალურობის წყარო. რომ თავისუფლება არის ის ადგილი, სადაც შეიძლება განვითარდეს მორალური ადამიანი და ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი აზრია და შევეცდები ავხსნა და რატომ არის ეს ესე? იმიტომ რომ უყურეთ, არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისი მითითებებით. ის თავის დროზე დაშინების გზით დაიმორჩილეს და მოუკლეს იმის უნარი, რომ თვითონ იაზროვნოს, თვითონ იფიქროს
და უთხრეს, რომ შენ უნდა დაგვიჯერო, ჩვენ უნდა დაუჯერო მშობელს, სკოლას, მასწავლებელს, ასე შემდეგ ყველა უფროსებს. და ისიც უჯერებს. ესეთი ადამიანი რეალურად არის ამორალური ადამიანი და ვერ იქნება სხვანაირი. იმიტომ რომ მორალური საქციელი ეს ისეთი რამეა, რასაც სადამდეც ადამიანი ძალიან ძნელად მიდის. მე რომ მორალურად მოვიქცე, მაგალითად, მე რომ მაგალითად რომ დავინახო, რომ ვიღაცას ჩაგრავენ და არ გავიარო. გულგრილი არ ვიყო და გვერდში დაუდგე და გადავარჩინო ვინმე. რაღაც ჩავიდინო მორალური საქციელი, ხო? მე ძალიან ღრმად უნდა მწამდეს, რასაც ვაკეთებ. და ძალიან ღრმად რომ მწამდეს, ეს ფასეულობა უნდა იყოს ჩემი მოპოვებული. იმიტომ რომ ეს დაახლოებით ისე, ბავშვობაში რაღაც იგავს რო გვიყვებოდნენ, რომ ფულს რო აძლევდა შვილს მამა და ის რო ხარჯავდა. იმის მაგივრად, რომ რაღაცა აეშენებინა ამ ფულით და ბოლოს ისე მოხდა, რომ აღარ მახსოვს როგორ არის, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, ხო და მოკლედ მე ეს მამა უგდებდა ბუხარში ამ ფულს. და შვილს ფეხებზე ეკიდა და ერთხელაც, როდესაც თავისი შრომით ნაშოვნი ფული შეუგდო ბუხარში, შევარდა ბუხარში და დაიწყო ამ ფულის გადარჩენა. იმიტომ რომ ეს მისი მოპოვებული იყო. ესეა მორალურ ფასეულობებზეც. თუ მორალური ფასეულობა შენი მოპოვებული არ არის, თუ შენ არ გაქვს განცდილი და შენი გამოცდილებით არ ხარ მისული აქამდე, ის შენთვის არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ ჩვენ რამდენიც არ უნდა დავაზუთხინოთ ბავშვებს, რომ არაკაცკლა და რაღაც ესეთები, რაღაც სწორი რაღაცეები, ხო? ის მისი არ არის. ამიტომ ის არასოდეს ამას არ მიყვება ბოლომდე. ასე რომ რეალურად, ესე იგი, ინდოქტრინაციის ქვეშ მყოფი ბავშვი, ანუ გამოწვრთნილი სხვის იდეებზე გაზრდილი ბავშვი, რომელსაც არ ქონდა საშუალება იმისი, რომ თვითონ დაფიქრებულიყო ეს სწორია თუ არ არის სწორი და თვითონ გადაეწყვიტა, ის არასოდეს არ არის არ გააკეთებს იმას, რა ფასეულობებითაც ზრდიან. ეს ეხლა მე ჩემებურად ავხსენი ის, რაც თქვა ჟან-ჟაკ რუსომ. და კიდე უამრავი მომენტია აქ. არის ემოციური მომენტი მაგალითად. იმიტომ რომ თუ მე არ ვარ ემოციურად ჩართული იმაში, რასაც ვაკეთებ, ის ჩემთვის ეს ამას ნეიროფიზიოლოგიაც გვეუბნება ეხლა, რომ იმას მე ვერც ვიმახსოვრებ, არც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ემოციურად ჩართული ვერ ვიქნები იმაში, რაც მე დამაძალეს ან უბრალოდ თავს მომახვიეს და ჩემი არჩევანი არ ყოფილა. ემოციურად მე შემიძლია, ეს უკვე ნეიროფიზიოლოგიას ყვები მე ეხლა ტვინზე დაკვირვების შედეგებს, უამრავი ექსპერიმენტი, რომ ეს ესეა. ნეიროფიზიოლოგია გვეუბნება, რომ უმაღლესი შედეგები აქვთ იმ ბავშვებს, რომლებიც ემოციურად არიან ჩართულები იმაში, რასაც სწავლობენ და ასევე ნეიროფიზიოლოგია სხვა კვლევებით გვეუბნება, რომ ემოციურად ბავშვები მაშინ არიან ჩართულები და უმაღლესი შედეგები მაშინ აქვთ, როდესაც ისინი თავისუფალ გარემოში არიან, როდესაც მათ აქვთ უნარი, რომ გადაწყვიტონ რა ისწავლონ, როგორ ისწავლონ, რა ტემპით ისწავლონ, რა არის მათთვის მისაღები და არ არის მისაღები და ასე შემდეგ, როდესაც თავისუფლების გარემოა. ანუ, როდესაც ჩვენ თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რაღაც, რომ არსებობს ესეთი ფენომენი, რასაც ქვია სოციალური ჰიპნოზი. სოციალური ჰიპნოზი არის, როდესაც მე ვიზრდები რაღაც გარემოში, რასაც ფილოსოფოსი მიშელ ფუკო უწოდებდა ეპისტიმას. ეპისტიმა არის არამე იდეა, არამედ ის სამშენებლო მასალა, რომლისგანაც იქმნება იდეები, ანუ უსიტყვოდ შეთანხმებები საზოგადოებაში. მე როდესაც საზოგადოებაში ვიზრდები, რაღაც უსიტყვო შეთანხმებები არსებობს საზოგადოებაში, რომ ეს ესეა, რომ რაზეც არავინ არ ლაპარაკობს. მაგალითად, რომ სკოლა კარგია. ეს არის ეპისტემოლოგიური
ესე ვთქვათ, ცდომილება, ეპისტემოლოგიური, კოგნიტიური ცდომილება, ესე შეგვიძლია დავარქვათ, იმიტომ რომ სკოლა კარგია, არ ეყრდნობა არანაირ ობიექტურ ცოდნას. სკოლა კარგია, ეს არის შეთანხმება კონკრეტულად ჩასახული მე-17 საუკუნეში და ამ შეთანხმებას არასოდეს არსად მანამდე არ უარსებია. ეს არის ბოლო 3-4 საუკუნის ევროპაში არსებული შეთანხმება. და ეს არის ის შეთანხმება, რატოა ეპისტემოლოგიური, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს არ განვიხილავთ კარგია თუ ცუდი სკოლა. ეს ამის განხილვა თითქმის აკრძალულია. ესეც შეთანხმება, რომ სკოლას არ განვიხილავთ. ხვდებით და როდესაც ადამიანი იზრდება საზოგადოებაში, ესეთი შეთანხმებები, რომლებსაც არ ვეხებით, მაგრამ ვიცით, რომ ეს ესეა. ის მისთვის ხდება რაღაც ისეთი დოგმები, რომლის ანალიზსაც მისი ფსიქიკა კრძალავს. იმიტომ რომ ფსიქიკის მთავარი ამოცანა არის გადარჩენა და გადარჩენისთვის ფსიქიკა მიცის რომ ჭირდება სოციუმთან კაი ურთიერთობა. ამიტომ ასეთ ბრალებში ჭეშმარიტებებს ფსიქიკა არ აკრიტიკებს, მას არ აანალიზებს, იმიტომ რომ იცის რომ ეს საშიშია და ამიტომ ექცევა სოციალურ ჰიპნოზის ქვეშ და ჰიპნოზი იმაში მდგომარეობს, რომ მან იცის რომ ეს სწორია და მორჩა დამთავრდა. და ამაზე აგებს მე მთელ თავის ხედვას. ამიტომ, როდესაც ნებისმიერ დედას, რომელსაც სკოლაში დაყავს ბავშვი, რო უთხრა, რომ სკოლა არ არის კარგი შეიძლება, ხო? უნდა შეხედოთ იმ მომენტში მის თვალებს. ეს არის აბსოლუტური დაბნეულობის გამომეტყველება და შემდეგ მოდის განრისხება და მთელი ეს 5 კომპონენტი, რომელიც ჩდება ადამიანში, როდესაც აბსოლუტურად მიუღებელ ინფორმაციას ვეუბნებით. კი, მესმის, ხო, მესმის, კი. და ანუ ეს ეხება ბავშვის თავისუფლებას პირველ რიგში ეს ყველაფერი. რატო? იმიტომ რომ ბავშვის თავისუფლება არის ჩვენთვის უცნობი იდეა. ეს არის ის, რაც ჩვენ არ ვიცით. ქართველებზე არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი მთელ მსოფლიოზე და ეს იდეა დაწყებული ჟან-ჟაკ რუსოთი, შემდეგ გაგრძელებული უდიდესი პედაგოგებით, ალტერნატიული განათლების, ისეთები როგორიც იყვნენ მარია მონტესორი, პესტალოცი, ალექსანდრ ონილი, ჯონ ჰოლტი და შემდეგ უკვე აქეთ ამას თეორეტიკოსები წავდა, ესენი იყვნენ ჯონ გატო არის დღესდღეობით, სერ კენ რობინსონი აი თანამედროვეობაში რო ავიღოთ. ძალიან ბევრი ამ უამრავი ადამიანი შეგვიძლია ჩამოთვალოთ და ეს მიმართულება არსებობს, ეს ხედვა არსებობს, მაგრამ მეინსტრიმულ ცნობიერებაში იგი არ არის აღბეჭდილი. იმიტომ რომ ადამიანი, თქვათ სიტყვაზე საქართველოში ან თუნდაც გერმანიაში შეიძლება ისე დაიბადოს და მოკვდეს, რომ ვერ გაიგოს, რომ ეს საერთოდ ყურიც ვერ მოკრას იმდენად და რატო? იმიტომ რომ ეს იდეა არის მომავლის იდეა. აიყურეთ რა, რომ დავაკვირდეთ, როგორ ხდებოდა განვითარება. აი ეს დეკლარირებული თავისუფლებები, რაც დასავლურმა ცივილიზაციამ გამოაცხადა, ადამიანის თავისუფლება, შრომის თავისუფლება და ასე შემდეგ, თანასწორობა, არარასიზმს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ხო თავიდანვე წამიერად, ყისიერად ხო არ განხორციელებულა. რომ დავაკვირდეთ, ხო, აი ქალთა უფლებები სადღაც მე-20 საუკუნეში განხორციელდა ქალთა ემანსიპაცია, ფერადკანიანთა გათავისუფლებაც სულ ახალ-ახალს მოხდა ეს ყველაფერი. თუმცა დეკლარირებული იყო 2-3 საუკუნის წინ, ხო? და მე ვთვლი, რომ შემდეგი ეტაპი არის ბავშვების განთავისუფლება. იმიტომ რომ ბავშვი არის ბავშვიდან იწყება ყველაფერი და იმ სისტემას, რომელსაც ადამიანი დამონებული ყავს მისი ცნობიერების დაკაბალების გზით, ამ სისტემის მთავარი იარაღი არის ბავშვის ცნობიერებაზე ზემოქმედება. და რეალურად ბავშვის ისე გამოწვრთნა, რომ ის არ იყოს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი.
იმიტომ რომ სისტემა სჭირდება ბევრი მუშახელი, ეს ეკონომიკაზეა მიბმული და ეკონომიკა ისეა აწყობილი, რომ არის ცოტა ადამიანი, ვინც უბრალოდ ხელმძღვანელობს ამ შოუს და ძალიან ძალიან ბევრი მილიონი და მილიარდი ადამიანი, რომელმაც უბრალოდ უნდა იმუშაოს და არ დასვას კითხვა. ხვდებით? კი, ხვდები, მაგრამ ნახე. მაგრამ ბოდიში მე ვიცი ახლა დასრულე. კითხვის არსი რაში იყო და გადავალ, ანუ რა არის ბავშვის თავისუფლება და რატო უნდა იყოს და რა ხო, აი გვისმენს ახლა მშობელი და ფიქრობს, რომ სკოლას მე ვერ შევცვლი, ხო, იგივე უსუსურობის განცდა მაქვს მეც ახლა გამიჩნდა, რომ ანუ ამ სისტემას ვერ შევცვლი, ეს სისტემა არც ევროპაში შეცვლილა, არც ამერიკაში, ფინეთი ერთადერთი, რომელმაც ახლა დაიწყო, ხო, სისტემით შეცვლა და მაგრამ პრეცედენტი გვაქვს. ეხლა ხო, პრეცედენტი გვაქვს უკვე, ესე იგი არსებობს უკვე მაგალითი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია აქეთ წავიდეთ, მაგრამ დავუშვათ მშობელი გვიყურებს ახლა, რომელსაც ყავს ახალშობილი ან 5 წლის ან 6 წელს და ეკითხება, აბა მე როგორ გავზარდო თავისუფალი შვილი, ხო? საქმე რაშია, იცით? აი, როდესაც აქედან ვიწყებთ აზროვნებას, რომ მე ამ სისტემას ვერ შევცვლი, ხო? უკვე ჩვენ წაგებული პოზიციიდან ვიწყებთ აზროვნებას, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ ვიწყებთ არასწორ აზროვნებას. სწორი კითხვა არის, რა არის სწორი? და რა ის მე შევცვლი თუ არა ამ სისტემას. იმიტომ რომ თუ არ დაისვა ეს კითხვა, რა არის სწორი, ვერასოდეს ვერ მივალთ სწორ პასუხამდე და ამ შემთხვევაში სწორ პასუხზე დამოკიდებული არის ბავშვის ფსიქიური ჯანმრთელობა. ხვდებით და აი თუ აი ამას გავაცნობიერებთ, რომ თუ მე სწორ პასუხს არ ვიპოვი, ჩემი ბავშვი ფსიქიურად ვერ იქნება ჯანმრთელი. ხას უსვამ ფსიქიურად, იმიტომ რომ ზუსტად ფსიქიური დაავადებებია ის შედეგი, რაც მოყვება იმ არასწორ ურთიერთობას ბავშვთან. იმიტომ რომ ბავშვი არის ძალიან რაღაც სუპერ ჰიპერ მეგა მგრძნობიარე არსება და ნებისმიერი არასწორი მოპყრობა მისადმი იწვევს ძალიან ღრმა ტრამვებს და ეს ტრამვები შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობს და ადამიანს ამყოფებს უბედურ მდგომარეობაში, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების მდგომარეობაში, დეპრესიებში და ასე შემდეგ. ანუ იწვევს უბედურებას, ესე რომ ვთქვათ რა, ნებისმიერს ფიზიკურსაც და ფსიქოლოგიურსაც. და თუ ჩვენ გვინდა უბედურება ჩვენი შვილისთვის, ჩვენ შეგვიძლია მაშინ გვაქვს ეს ფუფუნება, რომ აქედან დავიწყოთ აზროვნება, მე ამ სისტემას შევცვლი თუ არა. მაგრამ თუ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ როგორც მშობლებს არა გვაქვს ამის არც უფლება და არც ფუფუნება, რომ დავუშვათ, რომ ჩვენი შვილები იყვნენ უბედური ადამიანები ჩვენს გამო, როცა გაიზრდებიან, მაშინ ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ კითხვით, რა არის სწორი. იმიტომ რომ აი უყურეთ რა, შემდეგი კითხვა უნდა იყოს აუცილებლად, რა არის ბავშვი? როგორი არის ბავშვის ბუნება? რას მოაქვს მისთვის ბედნიერება, ჰარმონია, ჯანმრთელობა და რას მოაქვს უბედურება, დისჰარმონია და ავადმყოფობები. ხვდებით? და ამ კითხვაზე პასუხი არის ერთნიშნულოვანი. რომ თავისუფლებას მოაქვს ბედნიერება და ეხლა აგიხსნით რატომ. თავისუფლება არ არის, როგორც ეს გონიათ ხოლმე, რაღაც აბსოლუტური თავისუფლება. იმიტომ რომ ჩვენ ისეთ განზომილებაში ვცხოვრობთ, ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც აბსოლუტურად არაფერი არ არის აბსოლუტური. ანუ ხვდებით, ანუ თუ რამე არის აბსოლუტური, ეს არის ის, რომ არაფერი არ არის აბსოლუტური. ჩვენ ბუნებასაც რო დავაკვირდეთ, არ ვიცი, თოვლი რომ მოდის, ის ფარავს ყვავილებს და ყვავილები ვეღარ იფურჩქნებიან და ასე შემდეგ, ხო? ერთი სიცოცხლე ჭამს მეორე სიცოცხლეს, ყველაფერი არის ფარდობითი და ყველაფერი არის შეზღუდული. ამაზე არ არის აქ საუბარი, აბსოლუტურ თავისუფლებაზე, ასე არც არავის არ ჭირდება და ეს იდეა არც არავის არ ქონია რეალურად. და როდესაც ჯონ ლოკი ეკამათებოდა ჟან-ჟაკ რუსოს, სწორედ ეს მაგალითი ის მოყავდა, რომ ბავშვებს ჭირდებათ დისციპლინა, ბავშვებს ჭირდებათ მართვა, ასე შემდეგ, მაგრამ ეს აბსოლუტურად არასწორი არგუმენტია, იმიტომ რომ რუსოს ეს არ უთქვამს. რუსოს არ უთქვამს, რომ გაუშვათ ბავშვები ტყეში და არავითარი მიმართულება, არავითარი მონაწილეობა არ მივიღოთ მათ ცხოვრებაში. თავისუფლებაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ, რა არის თავისუფლება? თავისუფლება არის, როდესაც მე არ ვარ ძალადობის ქვეშ.
როდესაც ჩემზე არავინ არ ძალადობს. იმიტომ რომ ბუნებას რო დავარკვირდეთ, თუ აი ამ დეფინიციას მივიღებთ თავისუფლების, ხო? დავინახავთ, რომ ყველაფერი თავისუფალია. ყვავილი თავისუფალია, ჩიტი თავისუფალია. იმიტომ რომ ბუნებრივი ჰარმონიული მდგომარეობა, როდესაც შენზე არ ძალადობენ. ესე ვითარდება ყველაფერი და ესე იფურჩქნება და ესე ყვავის ბუნებაში ყველაფერი. არც ერთი სულიერი არსება ვერ იფურჩქნება და ვერ ყვავის თუ მასზე რაღაც ფიზიკური წნეხი მიდის. ხვდებით? ეს არის ბუნებრივი. იყო თავისუფალი. ხო, მარტივი აზრია, ხო? მაგრამ ჩვენ ეს აზრი უკვე აღარ გვესმის, იმიტომ რომ ვიმყოფებით სოციალური ჰიპნოზის ქვეშ და მგონია რომ ბავშვს თუ არ დააძალებს სწავლას, ის არ გამოვა განათლებული. და საქმე რაშია, იცით რომ ეს ყველაფერი არის უკუღმა, ყველაფერი არის ეს წარმოდგენები არის აბსოლუტურად არასწორი და დღეს სოფლიოში ეს რაც დაიწყო ჟან-ჟაკ რუსომ საუკუნეების წინ, მე-20 საუკუნეში განვითარდა, მე-21 საუკუნეში ფინური სკოლის და ფინური განათლების სისტემის და მთლიანად ფინეთის სახელმწიფოს სახით წარმოგვიდგა, ანუ განვითარება მიდის ამ იდეის და მე ვფიქრობ, რომ ამ იდეის მომავალი ზუსტად ეს არის, რომ ბავშვები განთავისუფლდნენ ძალადობისგან. იმიტომ კი არა, რომ ბავშვები გახდნენ ცუდები. იმიტომ რომ აი ეს სოციალური ჰიპნოზის პოსტულატი გვეუბნება, რომ ბავშვი თუ თავისუფალი იქნება, ის იქნება ცუდი. აი და ის შეჭამს მარტო კამფეტებს და მარტო ითამაშებს, თუმცა თამაში არაფერი ცუდი არ არის და თამაში არის ის, რითიც ვითარდება ადამიანი და არ ისწავლის. ანუ მე მივდივართ იქამდე თუ რა არის სწავლა. ეხლა ვახსენე თამაში. ყველაზე ეფექტურად ესეც ნეიროფიზიოლოგიამ დაადასტურა, რომ ადამიანი სწავლობს სწორედ თამაშით. ანუ მთელი კონგლომერატი წარმოდგენების გვაქვს ამოსაყირავებელი. იმიტომ რომ ჩვენთვის სწავლა არის, როდესაც იზუთხავ. ეს არ არის სწავლა. იმიტომ რომ იგივე ჟან-ჟაკ რუსომ იყო პირველი, რომელმაც თქვა ის, რომ სწავლა არის უნდა ხდებოდეს არა დაზუთხვის, არამედ გამოცდილების მიღების გზით. და სწავლას თავისი ბუნებრივი კრიტერიუმები აქვს. დავიწყოთ იმითი, რომ პირველი რაც არასწორია და უნდა დაინგრეს ეს წარმოდგენა, რომ ბავშვს არაფერი არ აინტერესებს. იმიტომ რომ უკვე ჩვენ ფსიქოლოგიაში ვიცით, მეცნიერება გვეუბნება, ნეიროფიზიოლოგია გვეუბნება, ეს უკვე მეცნიერული ცოდნაა, რომ ბავშვი არის ამ სამყაროში ყველაზე ცნობის მოყვარე არსება. ბავშვის დაბადების წამიდან ყოველი მისი მოქმედება ემსახურება სწავლას. იმიტომ რომ სწავლა მას ჭირდება იმისთვის, რომ გადარჩეს. და სწავლა წყდება, სწავლის ბუნებრივი პროცესი წყდება, როდესაც ბავშვი შედის სკოლაში. იმიტომ რომ როდესაც ბავშვი შედის სკოლაში, მას ეუბნებიან, რომ შენ რაც გაინტერესებს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. შენ უნდა ისწავლო ეხლა რასაც ჩვენ გეტყვით. და აქ ირღვევა მთავარი პრინციპი. მანამდეც ირღვევა, ოჯახშიც ირღვევა, როდესაც მშობლები ძალადობენ, ესე მოიქეცი და ასე შემდეგ, მაგრამ აი უკვე ინსტიტუციონალურ დონეზე ხდება საშინელება, ის რომ შემოდის ძალადობა. და უკვე ბავშვი აღარ არის ბუნებრივ მდგომარეობაში. ხვდებით და იცით როგორ ის რაღაც არის, რომ ეს ყველაფერი რომ გავიგოთ, პრობლემა ის არის, რომ ცალკე უნდა გავიგოთ რა არის თავისუფლება. ცალკე უნდა გავიგოთ რა არის ინტერესი. ცალკე უნდა გავიგოთ რას ნიშნავს სწავლა. ცალკე უნდა გავიგოთ რა არის ნება, რა მოაქვს ნების დათრგუნვას და ასე შემდეგ, რა არის ძალადობა, რა არ არის ძალადობა და ეს ყველაფერი, ამ ყველაფრისთვის მშობლებს არც დრო აქვთ, არც სურვილი. და რეალურად ჩვენ ვიმყოფებით სიველურის მდგომარეობაში. ეს სიველურია ჩვენ ბავშვებს, როგორც ვექცევით ახლა. იმიტომ რომ აი ეხლას დღესაც ვნახე ბავშვს როგორ უყვირეს მაგალითად. მარტო იმაში არ არის საქმე, რომ
ბავშვს რო ცემ და რო უყვირი და ეკაჩები ქუჩაში რო ამოეთრიე და არ უნდა და მაინც მიათრევ და ასე შემდეგ და სუ ძალადობაზე, კონტროლზე და მართვაზე რო გვაქვს ბავშვთან ურთიერთობა აგებული, ეს რო სიველურია, მარტო იმიტომ კი არ არის სიველურე, რომ თავისთავად ეს ყველაფერი მტკივნეულია ბავშვისთვის და ტრამვების წყაროა. მარტო ამიტომ არა. იმიტომაც რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ხვდებით რომ ყველაფერ ამით ფიზიკურად ვადებილებთ, ვაჩლუნგებთ ბავშვის ტვინს. იმიტომ რომ ნეიროფიზიოლოგიამ დაადასტურა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ფაქტი ვახსენე მე უკვე, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნეიროფიზიოლოგიამ დაადასტურა, რომ მუდმივი სტრესი და განსაკუთრებით მუდმივი სტრესი უბრალოდ მკვეთრად ძალიან დიდი პროცენტულობით აქვეითებს ტვინის უნარს, რომ იყოს აქტიური. ანუ რეალურად ჩვეულებრივ ენაზე რომ ვთქვათ, ადებილებს ადამიანს. და ასევე ნეიროფიზიოლოგიამ დაამტკიცა სამეცნიერო კვლევების მეშვეობით, რომ ბავშვები ტვინი ფანტასტიკურად მუშაობს თავისუფალ გარემოში და მკვეთრად ეცემა ეფექტურობა მათი, როდესაც ისინი დიქტატის ქვეშ იმყოფებიან და ასევე მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ ბავშვის ტვინი მუშაობს ფანტასტიკურად, სწრაფად და ეფექტურად, როდესაც ის სწავლობს იმას, რაც თვითონ აინტერესებს. და არა იმას, რაც სხვებმა უთხრეს. ასე რომ თავისუფლება არ არის ფუფუნება. თავისუფლება არის აუცილებლობა, რომ პირველი ბავშვი იყოს ფსიქიურად ჯანმრთელი, არ დაიტვირთოს მისი ფსიქიკა ტრამვებით, მეორე რომ ბავშვი იყოს მორალური არსება, იმიტომ რომ თუ თავისუფალი არ იქნება, ის ვერ მოახდენს არჩევანს, რა არის მორალური და რა არა და თუ ეს არ იქნება მისი არჩევანი, ის არასოდეს არ დაიცავს თავის პრინციპებს და მესამე, რომ მისი ტვინი არ დაჩლუნგდეს და რომ ის განვითარდეს და მართლა შეძლოს სწავლა. და ერთ ფაქტს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, ამას ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რასაც მშობლები არ ითვალისწინებენ, რომ ასევე მეცნიერული კვლევებით არის დადგენილი, რომ ჩვეულებრივ სკოლაში, იმ სკოლაში, რომელსაც ჩვენ ვეძახით ნორმალურს და რომელიც არის აბსოლუტური სიგიჟე სინამდვილეში და ბოროტ მოქმედება, პირდაპირ ვიტყვი, აი კაცობრიობის წინაშე დანაშაულია ესეთი სკოლა და მე ვიცი რომ მომავალში ამას გაიხსენებენ როგორც ახლა ჩვენ ვიხსენებთ საკონცენტრაციო ბანაკებს. ეს სკოლა ამ სკოლას მეცნიერულად დადასტურდა რომ ამ სკოლას როდესაც ამთავრებს ბავშვი თითქმის 100% ავიწყდება იმ მასალის რომელიც ისწავლა. იმიტომ რომ ეს მას არ აინტერესებდა. ხვდებით და არ გადადის ეს მასალა, რომელიც არ გაინტერესებს, გრძელვადიან მეხსიერებაში აღარ გადადის. აი ეს არის, არ ვიცი, მე ვიცი რომ ვერც ამოვწურავ ამას და ვერც დავარწმუნებ ვერავის, იმიტომ რომ თუ ადამიანს თავში აქვს ის აზრი, რომ ვაიმე მე ამ სისტემას ვერ შევქმნი და თუ დავიწყებ ამის კვლევას მართლა და გავიგებ რომ ეს სისტემა ცუდია, მე რა ვქნა და რა მეშველება, ხო და ჯობია რომ არ ვიკვლიო, ასეთ ადამიანს მაინც ვერ დაარწმუნებ. ხვდებით, აი ამაშია საქმე. ასე რომ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო მე აქ და მე კი არა აქ რომ მართლა ჟან-ჟაკ რუსო მოვიდეს და ალექსანდრ ონილი და არ ვიცი მე ყველა ეს ხალხი რომ მოვიდეს და ჩემზე ბევრად უფრო ძლიერი არგუმენტები მოიყვანოს, არა, მაინც შიში სადაც მოქმედებს, იქ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ან ძალიან ძნელია იმას, რასაც მორჩილება ხო გვასწავლეს ჩვენ ბავშვობიდან, გვასწავლეს მორჩილება და ეხლა ვიღაც მოდის და მეუბნება ხო პირობითად, რომ ეს სკოლის სისტემა და მე ერთადერთი პირველი რაც მომდის არის შიში და შეწინააღმდეგება, რომ როგორ შეიძლება მე შევცვალო სკოლის სისტემა, ხო რაღაცა შიში მოდის პირველი, შემდეგ ამ ჩვენს ხო ესე გავიზარდეთ, ეხლა წეღან გისმენდი და
ძალიან პრაქტიკული პატარა რჩევები რომ მიიღოს მშობლებმა, ხო? მე ესე ძალიან ხშირად გამიგია მშობლებისგან, ჩვენც ეგრე გავიზარდეთ, მაგრამ კი დავიზარდეთ რა, ვერ ვართ წარმატებულები, ვერ ვართ ვერ ხართ. შემდგარები. ვერ ხართ. ხო, ესეთი კითხვა მე წარმატებულები მშობელი ნამდვილად არ ვერ ვარ, ხო, აი მშობელი არ ვარ, სიმართლე გითხრა და მართლა არ ვიცი, მაგრამ ხო, ესე უთქვამთ მაგალითად ჩემთვის, ხო? მე სრულიად შემიძლია რომ სკოლის სისტემამ ძალიან დამომახინჯა მართლა რასაც ქვია, ჩემთვის ისეთი რაღაცები, ხო? მაგრამ ეხლა უკვე გვესმის, რომ ბავშვ თუ არ უნდა თქვას მაგალითად მადლობა, ბავშვ თუ არ უნდა მიესალმოს. რამდენად სწორია საერთოდ იცით რა არის, ეს უბედურება ის არის, რომ ჩვენ იმდენად გამექანიკურებულები ვართ იგივე სკოლის სისტემის მიერ და იმდენად მოწყვეტილი ვართ იმ მდგომარეობას, რომელსაც ქვია შემეცნების მდგომარეობა, რომ როდესაც რაღაც სწორ პოზიციაზე გვინდა გადასვლა, იმასაც მექანიკურად ვაკეთებთ. იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ აი უყურეთ რა, თავარი აქ ის კი არ არის ბავშვი მადლობას იტყვის თუ არა. და საერთოდ ერთი რაღაც უნდა გავიგოთ იმისთვის, რომ გავიგოთ დანარჩენი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როგორ მიიღწევა ბავშვის თავისუფლება. არა იმითი, მე წეღავ თქვი, რომ აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს. ელემენტარულად აი იოჰან ჰეიზინგა გავიხსენოთ, Homo Ludens-ი მისი წიგნი. იქ წიგნი არის თამაშის შესახებ. და ჰეიზინგას უდიდესი აღმოჩენაა, რომ მან აღმოაჩინა, რომ არა მარტო ადამიანის, არამედ ცხოველური სამყაროს და საერთოდ მთელი სამყაროს უპირველესი თვისება, რომელსაც ის იყენებს ყველა ცოცხალი არსების შემთხვევაში, არის თამაში. ძაღლები თამაშობენ, ჩიტები თამაშობენ, ბავშვები თამაშობენ და ეს თამაში არის სოციალიზაციის, კომუნიკაციის დამყარების ერთადერთი სწორი მეთოდი და სწავლის ერთადერთი სწორი მეთოდი. თამაში არის ის, სადაც ტვინი თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში. ხვდებით? და ეს არის ჰოიზინგას დაკვირვება და ანუ ადამიანს დაარქვა Homo Ludens-ი, ადამიანი მოთამაშე და მაგრამ ჰოიზინგა ამბობს ეს რაღაცას, რომ იმისთვის რომ შედგეს თამაში, უნდა დადგინდეს წესები. წესები თუ არ დადგინდა, თამაში ვერ შედგება. აი ბავშვები რო იკრიბებიან რაღაცა, ვთქვათ, 7 ქვა თუ რაღაცა უნდა ითამაშონ, ხო? იქ წესებს არ ყვევენ ჯერ. იმიტომ წესები თუ არ გაირკვა, ვერ ითამაშებ. ეს უნივერსალური წესია თამაშის და ამიტომ წესები ყველგან არსებობს, მათ შორის მშობლის და ბავშვის ურთიერთობაშიც. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ წესებმა უნდა მოგვცეს თამაშის საშუალება. სკოლაში მაგალითად ისეთი წესებია, რომ თამაშის საშუალება იქ აღარ არის. თამაშით შეცნობის საშუალება იქ აღარ არის. და რატომ მოვიყვანე საერთოდ ეს თამაშის იდეა? იმიტომ რომ გამოსავალი იმაში კი არ არის, რომ ბავშვს დავანებოთ თავი და მივცეთ სრული თავის. რა თქმა უნდა, ესეთ გარემოში ბავშვი ვერ გაიზრდება ჯანმრთელი, იმიტომ რომ ელემენტარულად რო ავიღოთ ფსიქოლოგიიდან, ვიცით რომ ელემენტარული უსაფრთხოება რო იგრძნოს. ბავშვმა მას ჭირდება რაღაც დღის წესრიგი, რაღაც წესები, უნდა იცოდეს სად არის მისი ადგილი და ასე შემდეგ. აქ არ არის იმაზე, რომ ბავშვს მივცეთ სრული თავისუფლება და იმან არც მადლობა თქვას, არც არა, საერთოდ არა. თავისუფლება მიიღწევა იმითი, რომ დირექტიული, მაკონტროლებელი და მართველი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ, დირექტიული დამოკიდებულება შეიცვალოს შემეცნებელი დამოკიდებულებით. შემეცნებელი დამოკიდებულება არის, რომ როდესაც ბავშვი რაღაცას აკეთებს, ცუდს ან კარგს, მე უბრალოდ რეაქციას კი არ ვაგრძელებ, კი არ ვსჯი ან ვახალისებ. მე უხსნი ჩემზე ეს როგორ მოქმედებს და მასთან ერთად ვიწყებ აზროვნებას და უხსნი მე რომ რას ვგრძნობ ამ დროს და ვეკითხები ის რას გრძნობს, რას ფიქრობს. ამას ვარჩევთ, ვაანალიზებ და ამ პროცესში ბავშვი ხდება შემეცნებელი. ისწავლობს შემეცნებას. ისწავლობს იმის გარკვევას და გათვალისწინებას თუ როგორ აღიქვამენ მის საქციელს გარშემო. გარე სამყარო რას ფიქრობს მასე და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწავლობს იმას თუ როგორ აღიქვამს ის თავის საქციელს და რას გრძნობს კონკრეტული საქციელის ჩადენისას. და აი ეს ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ
თუ აი ამას ვაკეთებთ და ბავშვი ამას სწავლობს, მაშინ ბავშვი ყოველთვის კონტაქტში რჩება თავის თავთან, თავის გრძნობებთან. და ასევე კონტაქტში რჩება გარე სამყაროსთან. ანუ ერთდროულად ის სწავლობს შინაგან თავისუფლებას და ამავე დროს სწავლობს გათვალისწინებას სხვების. ანუ სხვების გათვალისწინება კი არა ეწინააღმდეგება თავისუფლების იდეას, პირიქით თანხმობაშია. თავისუფლება ეს პასუხისმგებლობაც არის. და ეს ნიშნავს, რომ მე ვიცი, მე ვგრძნობ ჩემი საქციელის დროს რას ვგრძნობ, მე ვიცი ეს და მე ვიცი სხვები რას გრძნობენ და ვაკეთებ შეგნებულ არჩევანს. და აქ უკვე აღარ არის საუბარი იმაზე, საერთოდ იხსნება ეს დასჯის თემა, იხსნება სწორი არაფერი, აი საერთოდ სხვა სამყაროში ვხვდებით, სადაც ადამიანები საკუთარ თავსაც უსმენენ, ერთმანეთსაც უსმენენ და საერთოდ არ არის იმის არ ჩდება საჭიროება, რომ ვინმე დასაჯოს. არც იმის საჭიროება ჩდება, ახლა ჩემ წიგნში არის თანასწორობაზე იდეა. ჩვენ ბავშვს ვექცევით როგორც დიდები პატარებს და ეს არასწორია. ჩვენ ბავშვს უნდა მოვექცეთ როგორც მიშელ ფუკოს იდეა არის ეს, როგორც თანასწორი მეურვეები. თანასწორი მეურვე ნიშნავს, რომ მე კი შენ გფარველობ, ანუ მე შენ გაცმევ, გაჭმევ, მე შენ გიცავ, ხელში შეიძლება ხელშიც აგიტაცო იმ თუ შენ მანქანა გეჯახება, მაგრამ მე შენს მაგივრად არ წყვეთ, შენ რა უნდა იგრძნო. მე შენს მაგივრად არ წყვეთ, შენ რა უნდა იფიქრო. მე შენ გელაპარაკები და გაძლევ უფლებას, რომ შენ იფიქრო ამაზე და შენ თვითონ გადაწყვიტო და მე არ ვთვლი, რომ შენზე მაღლა ვდგევარ. იმიტომ რომ კი ამ წუთას შენ პატარა ხარ, მაგრამ შენ გაიზდები, შენ ხარ ეს იგივეა ხემ რო თქვას, რომ მე თესლზე უფრო მაგარი ტიპი ვარ. იმ სისულელია, ხო, იმიტომ რომ თუ თესლი არ იქნა, ხეც ვერ გაიზდება. ანუ ეს რაღაც ეგოცენტრული მიდგომაა, რომ რახანმე დიდი მუსკულები მაქვს, მე შენზე მაგარი ვარ და ამიტომ დაგჭაგრავ. ეს დამოკიდებულება გვაქვს დღეს ჩვენ ბავშვების მიმართ, სამწუხაროდ. ანუ თავისუფალ ბავშვი ხა მზა რეცეპტი მივიღეს, მგონია ზრდის უპირობო თანასწორობა. ბევრი რამეა. უპირობო თანასწორობა, რა თქმა უნდა. და პატივისცემა. მე მას აუხსნა ზუსტად, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად არ ვუხსნით, უბრალოდ სჯით. ხო, ან ბავშვი როდესაც სტირის, მშობელი რეაგირებს როგორ? ან ჩხუბით, ან მისცემს იმას, რის გამოც სტირის, ხო, ბავშვი. რას იწვევს ეს ყველაფერი? თუ ეჩხუბები ის გრძნობს, რომ მასზე ძალადობენ, ის არ უყვართ. და ეს უზარმაზარი ტრამვის ის არის წყარო და თუ უბრალოდ აძლევს, რასაც ბავშვი ითხოვს, ესეც იგივე ტრამვის წყაროა, იმიტომ რომ კონტაქტი არ დგება. უბრალოდ ბავშვი სწავლობს, რომ მანიპულირებით შემიძლია მოვიპოვო ის, რაც მინდა. მაგრამ რატო დაიწყო ბავშვმა ჭიჭყინი და რატო დაიწყო თვითონ ძალადობა? ჭიჭყინი ხო მანიპულაციის საშუალებაა, ხო? რატო გახდა ბავშვი თვითონ მანიპულატორი? იმიტომ რომ დაინახა, რომ არ უსმენენ. რომ კონტაქტი შეუძლებელია. გულწრფელი კონტაქტი ვერ დგება და ესე იგი მე უნდა მოვიპოვო, რაც მინდა ძალით. ანუ ძალადობა იწვევს ძალადობრივი პიროვნების ჩამოყალიბებას. ანუ ბავშვი ხდება თვითონ მერე მოძალადე და მერე უკვე მშობლები ამბობენ, რომ აი ცუდი ყოფილა ეს ბავშვი და ასე შეგრე არ არის თავიდანვე, რომ თქვენ მშობლის პასუხისგებლობაა ეს, რომ თავიდანვე მშობელს რომ დაეწყო მასთან გულწრფელი ურთიერთობა, ბავშვი მოძალადე არ გახდებოდა. იმიტომ რომ ბავშვს ყველაზე ნაკლებად უნდა რომ გახდეს მოძალადე, მაგრამ აი დასაწყისში მე ვთქვი, რომ ბავშვის გაზდა არის საკუთარი თავის შეცნობა და განვითარება. მე რომ დავიწყო ბავშვთან გულწრფელი ლაპარაკი, მე უნდა მქონდეს იმის უნარი, რომ ვაღიარო ჩემი შეცდომები. მაგრამ მე თუ თავში მიდევს ის სოციალური ჰიპნოზის ნაყოფი, რომ მე დიდი ვარ და ბავშვი უნდა დავიმორჩილო და უნდა ვაკონტროლო და დავსაჯო და ის უნდა მე იმ ბავშვმა მე უნდა დამიჯეროს, იმიტომ რომ მე დიდი ვარ და მე თუ ჩემ კომპლექსებს bis კომპენსაციას ვახდენ ბავშვთან ურთიერთობის, რა თქმა უნდა, მე ვერ შევძლებ ამას. მე უნდა ამიტომ მშობლობა მოითხოვს გარკვეულ რაღაც ინტელექტუალურ და სულიერ სიმწიფეს.
ძალიან ბევრი ადამიანი არ არის მზად მშობლობისთვის. ძალიან ბევრი. მე ისეთი ფაქტები ვიცი უბრალოდ, აი ძალიან ბევრი მშობელი ელემენტარულსაც არ უკეთებს ბავშვს. აი იმიტომ რომ ეზარება. აი შეიძლება საჭმელი არ აჭამოს უბრალოდ, იმიტომ რომ ეზარება. ხვდებით, მშობლობა არის უდიდესი რაღაცა აქამდე უნდა მიხვიდე. ხვდები და უნდა იცოდე, რომ შენ რო ბავშვს აჩენ, შენ რაღაც წლების განმავლობაში უნდა იყოს სულ სხვა რეჟიმში. თუნდაც იმის გამო, რომ ვალდებული ხარ დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ აჭამო, ჩააცვა, ესეც არა აქვთ გაცნობიერებული, ისე აჩენენ ბავშვებს. და ეს პროცესი არის მიშვებული თითქოს და ჩვენ ქართველებს განსაკუთრებულად გვწყინს, რომ როგორ ჩემი ბავშვია და სახელმწიფო ჩაერიოს. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს, წესიერი სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. იმიტომ რომ ეხა ის პრაქტიკა, რომ აი მაგალითად ევროპის და ამერიკაშიც არის ეს, რომ შეიძლება მოვიდნენ და უბრალოდ წაგართვან ბავშვი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა და აქამდე არ უნდა მივიდეს და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ აქამდე არ მივიდეს, მაგრამ ძალიან ბევრი მშობელი რეალურად იმსახურებს ამას და მე ვთვლი, რომ ის მშობლებიც რეალურად არ არიან მშობლები და არიან უბრალოდ ბავშვის ტრამვების წყაროები არიან რეალურად, ვინც თვლის, რომ ბავშვი უნდა მართო და ბავშვმა უნდა დაგიჯეროს. ეს არის ძალიან არასწორი პარადიგმა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. და რა ვიცი, აი ევროპაში და ამერიკაში ძალიან წინ არიან ამ ხრივ წასულები, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ, ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ საქართველოში ეს საკითხი საერთოდ ნოლიდან არ დაძრულა. აი ეს წიგნი მაგალითად რეალურად არ გაყიდულა. ეს წიგნი გამოვიდა 1000 წალი. სიგიჟე. ეს წიგნი გამოვიდა 1000 წალი და ამ 1000-ის მე-10-იც არ გაყიდულა. იმიტომ რომ არანაირი ინტერესი არ არსებობს. მიუხედავთ იმისა, რომ უამრავი rilsi ჩავწერეთ, ვიდეოები და გვერდიც გვაქვს Facebook-ზე, რამოდენიმე 1000 ადამიანი დაინტერესდა და აქედან ასმაკაცმა იყიდა. იმდენად ჯურღმულში ვართ, სადღაც გამოქვაბულში ვართ აი ამ თემასთან დაკავშირებით. სიგიჟე, მე პირადად გულწრფელად, იმიტომ არა, რომ ჩემს სტუმარი ხარ დღეს და ეს წიგნი აქ გვიდევს, მე ვთქვი, რომ აბსოლუტურად ყველამ ჯერ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი და თუ მზად არის იყოს ასეთი მშობელი, შემდეგ უკვე უნდა იფიქროს ბავშვის გაჩენაზე, ხო? ეხლა მე რომ დავფიქრდი 30 წლამდე, მე რომ ბავშვი გამეჩინა, ჩემ ყველა ტრამვას გადავიტანი მასზე, ხო? საერთოდ აზრზე არ ვიყავი, რა პასუხისმგებლობა იყო. სოციალურ აი ესე გავიზარდე, რომ აი ხო 30 წლამდე უნდა იქორწინო, ძალიან ბევრს აქვს ესეთი, ბავშვი უნდა გააჩინო რაღაც და ბავშვი უნდა გაიზარდოს და არა აღიზარდოს. ხო, ამასაც ხო რაღაცნაირად, მაგრამ ესეც ხო რაღაც აკვიატებაა, რაღაცა იდეა ფიქსია, ახირება რაღაცა, რომ აი 30 წლამდე აუცილებლად ბავშვი უნდა, აი ჩვენ საერთოდ რითი ხელმძღვანელობთ, ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება რო ავიღოთ ცხოვრებაში, რომ აი ჩვენი წარმოდგენა ნებისმიერი, რომ აი ეს ესეა. რომ აი 30 წლამდე ბავშვი საიდან მოვიტანეთ საერთოდ? რა რითია ცუდი ევროპაში რომ 30 წლამდე გენიალურია რომ ჯერ ერთი ის ხანა რომელ ხანაშიც ყველაზე ძალიან გინდა ეს გართობა და ეს მოგზაურობა იქნება ეს თუ რავი ნებისმიერი სახის თავგადასავალი ხო მოიგულისჭირო ესე ვთქვათ მოითავო ეს თავგადასავლები და თან ცოტა გაიზარდო, მომწიფდე იმისთვის, რომ იყო მშობელი და მერე გააჩინო ბავშვი. ესე არ ჯობია რეალურად, ლოგიკურად. ვიდრე ის, რომ გეშინოდეს, რომ ვაიმე 25 წლამდე თუ არა, მერე ჩემზე იტყვიან, რომ ვაიმე შინაბერა და აი ამ შიშებში ვარ სულ რა. ერთმანეთს ვაშინებთ რაღაც სისულელეებით. და სამწუხაროდ ძალიან არამოაზროვნე სოციუმი ვართ. ქართველები ვართ არამოაზროვნე ხალხი და ეს სერიოზული დეფექტია. უნდა დავიწყოთ აზროვნება თუ გვინდა რაღაც ნორმალურს დაემსგავსოს ჩვენი ცხოვრება. აზროვნების გარდა არ არსებობს გზა განვითარების.
საწყარდა. მგონია რომ ეხლა უფრო მეტად დაიწყო აზროვნება და უფრო მეტად, მაგრამ ნახე, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მშობელს, ჩემ მშობლებისგან განსხვავებით, უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, უფრო მეტი ლიტერატურა აქვს, თუნდაც წიგნი აქვს, სადაც შეუძლია აბსოლუტურად ნებისმიერ კითხვაზე მიიღოს პასუხი, ხო? ჩვენ საერთოდ სხეულს ხო არავინ არ ვსწავლობდით, ხო? რა თქმა უნდა, რას იცოდა ეს იყო ტაბუდადებული თემა, არც ბიჭებს ესაუბრებოდნენ ამაზე მამები, არც გოგოებს ესაუბრებოდნენ ამაზე დედები, ხო? და აი თუნდაც ესეც კი შეუძლია ხო ბავშვმა რატომ კი, ამბობს მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. რეალურად ჩვენ ახლა აი ამ პოდკასტსაც საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი ნახავს? რამდენი? 1? ერთმა თუ ნახა ძალიან დიდი შედეგია, ხო? ის 99 ხო ისევ იქ ცხოვრობს. გუშინ ფსიქოლოგი მყავდა და მითხრა რომ აი რატომ ამოიჩემეთო ეს პარტნიორული ურთიერთობები მქონდა თემა და რატომ ამოიჩემეთო ეს პარტნიორული ურთიერთობების თემათა და მაქვს 6 სამუშაო რვეული აქვს მე აქვს გამოშვებული. ყველაზე მეტი გაყიდვა ქონდა პარტნიორული ურთიერთობების, ანუ ის რაც მარტივად იყიდება, ხო? მეთქი აი გულწრფელად გეტყვი მეთქი ის რაც მარტივად იყიდება მეთქი, ხო? აი როგორ გავზადოთ თავდაჯერებული ბავშვი, როდესაც ჩაუშვი თერაპიის, ანუ ჯგუფური თერაპიის კურსი ასე მშობლებისთვის, ნული ხმაურება მოყვა მეთქი და ეს პარტნიორული ურთიერთობის კურსი გავყიდა 24 საათიან სტორში თქო, ანუ პოსტიც კი არ დამჭირდა, ისე გაიყიდა მეთქი. აი თეონა, აი მაქედან მე ვასკვნი რას იცი, რომ ძალიან ინფანტილურ ეგოცენტრულ ცნობიერებაში ვართ, იმიტომ რომ წარმოიდგინე, იგივე ადამიანი, რომელსაც აინტერესებს პარტნიორული ურთიერთობები, არ აინტერესებს ბავშვი როგორ გაზარდოს. ანუ ხვდებით რა ხდება, რომ იმიტომ რომ ბავშვის გაზდის თემა ალტრუისტული თემაა, ეს არ არის ეგოისტური თემა და პარტნიორული ურთიერთობა არის რა, რომ აი მე როგორ ვიქნები ურთიერთობებში. ხვდებით, ეს აი სრული უმწიფრობის ის არის, მაგრამ ეხლა რა აზრი აქვს ჩვენ რომ ვთქვათ, რომ აი ასეთი ცუდი ხალხი, ცუდები კი არა ვართ. უბრალოდ არა ვართ განვითარებაზე ორიენტირებულები და ეს არის ძალიან ცუდი. და ის სისტემა, რომელშიც ცხოვრობთ, პირდაპირ არათუ ორიენტირებული არ არის. პირდაპირ მოწოდებულია იმისთვის, რომ განვითარება მოსპოს როგორმე. და ამ რეალობაში ვართ რა. ხო, მაგრამ ეს ევროპაშიც ესეა, მე თვითონ ავსტრიაში ვცხოვრობ და ევროპაშიც ეს სისტემის შედიხარ იქ სკოლაშიც გიდგენენ მეოთხე კლასის შემდეგ, წყვეტენ, შენ დაგტოვონ დაბალ საფეხურზე თუ გიმნაზიაში გაგიშვან, ანუ შენს გონებრივ შესაძლებლობებს უკვე მეოთხე კლასში გიწყვიტავენ, ხო? კიდე უფრო მეტი დიქტატურა არის ჩემი აზრით და კიდე უფრო მეტად სხდავენ ბავშვებს. ევროპაშია ნებისმიერი, აი ძალიან მარტივად ვიტყვი. აი ყველანაირი რეფორმები ეს ბევრს აქვს ნათქვამი. ჯონ გატოს, რა ვიცი, კენ რობინსონს, ყველას აი ძალიან ყველას ვინც ამ თემას უკირკიტებს, ყველას აქვს ასე თუ ისე აღნიშნული ეს ამბავი, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური სისტემა ყველაფრის ცვლილებას დაუშვებს სკოლის ცვლილების გარდა. მოდი რა როგორი გულუყვილო უნდა იყოს, რომ იფიქრო, რომ ეს არ არის ეს შემთხვევითი ამბავია. არ არის ეს შემთხვევითი ამბავი. ეხლა მეორე ფაქტს ვიტყვი. სკოლის სისტემა არ შეცვლილა მისი გაჩენის დღიდან. ანუ ამ კომენსკიმ, რომელმაც შექმნა, მისი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი გადაეყვანა მასე პროტესტანტიზმზე და შექმნა ესეთი მექანიკური სისტემა, სადაც ცენტრში დგას ერთი ადამიანი და ბევრ ადამიანზე ტრანსლირებს. ანუ მექანიკური ცოდნის გადატანის ეს არ არის არც შემეცნების, არც თავსაკუთარი თავის შეცნობის და არც თამაში განვითარება, ესენი აქ არ არის. ეს არის მექანიკური ცოდნის გადაცემის, ანუ ინდოქტრინაციის სისტემა. ამას ქვია საკლასო საგაკვეთილო მეთოდი. და ეს საკლასო საგაკვეთილო მეთოდი არ შეცვლილა იმის შემდეგ, იმიტომ რომ ყველა სისტემა არის ამაზე ორიენტირებული. ყველა სისტემა არის, ანუ ყველა სისტემა მოირგო ეს, ყველა სისტემისთვის ეს აღმოჩნდა ერთადერთი მისაღების სისტემა. მილიონი პლატონიდან დაწყებული ყველამ თავისი სკოლის სასკოლო სისტემა შექმნა და არც ერთი არ მიიღო დღევანდელმა ინდუსტრიულმა საზოგადოებამ. რატო? იმიტომ რომ ინდუსტრიას ჭირდება მუშახელი. ეს ძალიან მარტივია. ხვდებით და ეხლა ერთი ფაქტი. ფაშისტურ გერმანიაში, სტალინურ საბჭოთა კავშირში
და ყველა დანარჩენ ევროპის ქვეყანა და დღევანდელ ევროპას და ამერიკაში, ამ დემოკრატიულ სამყაროში ერთი და იგივე სისტემა არის. ის საკლასო საგაკვეთილო სისტემა იყო კომენსკის დროსაც, ცარიზმის დროსაც, სტალინის ეპოქაშიც, ჰიტლერის დროსაც და დღევანდელ დღესაც იგივე სისტემა. როგორ შეიძლება აი ამ ერთი სისტემა ყველასთვის მისაღები იყოს? ანუ აქ რაღაცა ხდება. და ხდება ის, რომ როდესაც სკოლაში მიყავს ბავშვი, შენ მიყავს ბავშვი დასადებილებლად, რეალურად. ის უნდა დადებილდეს, რომ შესაფერისი გახდეს მოერგოს სისტემას, რომელსაც ის ჭირდება ჭანჭიკად, ის ჭირდება, შენი შვილი ჭირდება იმისთვის, რომ სადღაც არის ჭანჭიკი დასატრიალებელი ქარხანაში. ხვდებით? აი, ეს არის მწარე სიმართლე. მაშინ რას ეტყოდი ახლა მშობელს, რომელსაც ყავს 5 წლის შვილი, სექტემბერში მიდის სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ უნდა არ უნდა ამ სისტემას ბავშვმა უნდა შეუერთდეს, აი თვითონ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავისუფალი ბავშვი გაიზარდოს და დარჩეს. პირველ რიგში, პირველი რაც უნდა გააკეთოს, ნებისმიერი გზით და მე ეს მაქვს გაკეთებული მე თვითონ და ამიტომ მაქვს უფლება რომ ეს თქვა. ნებისმიერი უნდა ჩართოს ტვინი და რაღაცა უნდა იღონოს იმისთვის, რომ როგორმე ამ უბედურებას ბავშვი აარიდოს. იმიტომ ეს არის რეალური უბედურება. თუ ეს არ გამოვიდა, არსებობს სხვადასხვა გზა. არსებობს, არ ვიცი მე, რა ვიცი, ჯანმრთელობის ცნობითი დაწყებული რაღაც მიზეზებით, რა ვიცი, ზოგი სპორტსმენია და ამიტომ რაღაცა ისა აქვს, რომ შეუძლია არიაროს სკოლაში, ანუ 1000 რაღაც შეიძლება მოიფიქრო ადამიანმა თუ ძალიან გინდა და ხვდები, სად მიყავს ბავშვი. მაგრამ თუ ხვდები, რომ ამას ვერ აკეთებ და მაინც უნდა მიიყვანო ბავშვი აი ამ ხორცის საკებ მანქანაში, პირდაპირ თქვათ. მაშინ ის მაინც გააკეთე, რომ იყო ბავშვის მეგობარი. ანუ უყურე რა ხდება, ბავშვი მიდის სადღაც, თავისთვის უცხო მტრულ გარემოში, რეალურად ის ხომ მტრული გარემოა. აი, სადღაც მივდივარ, წარმოიდგინე, პარა 6 წლის ბავშვი ვარ, მე მახსოვს მაგალითად, აი ეს მტრულ გარემოში როგორ მოხდი. სადაც რაღაც დაძაბულობაა, რატომღაც, მანამდე ჩემ ცხოვრებაში დაძაბულობა არ იყო. მივედი და იქ დამხვდნენ რაღაცა სიფათებით, ვიღაცა დეიდები და ბიძიები, დამსვეს რაღაც ოთახში, მერხზე, იქაც ჩემსავით შეშინებული კიდე ბავშვების ხედა და აი, ამგდა მეუბნებიან, რომ შენ ეს უნდა ისწავლო, შენ ეს უნდა მეუბნებიან მარტო რა უნდა გავაკეთო. არ შემოდიან რეალურად კონტაქტში. არ მეთამაშებიან, არ მეფერებიან, არ თავისუფლების გარემო, რაღაცა უკვე თავისუფალი გარემო რო არ არის, არ შემიძლია გავაკეთო რაც მინდა, რატომღაც უკვე აღარ შემიძლია რომ ავდგე. რატომღაც აღარ შემიძლია რომ უცებ ჩემინებით გავიდე თუნდაც საპირფარეში, უნდა ვიკითხო. აი ამ რაღაც დიქტატორულ გარემოში ვხვდები და იწყება რაღაც 12 წლიანი რაღაცა არ ვიცი, მართლა კონცლაგერი, რეალურად ვთქვათ. და თავარი რა არის ამ ყველაფერში, რომ მე არ მისმენენ. ჩემი ნება არაფერს აღარ ნიშნავს. ეს არის მთავარი ტრამვის წყარო. კითხეთ ნებისმიერ ფსიქოლოგს, პრაქტიკოსებს კითხეთ, ფსიქიატრებს, ფსიქოთერაპევტებს. ნებისმიერი ტრამვის მთავარი წყარო რა არის? მე არ გამითვალისწინეს, მე ჩემზე იძალადეს. იძალადეს რას ნიშნავს? ძალადობა ხო ფსიქოლოგიურია, ეს ხო ფიზიკური არ არის მარტო. არ გაითვალისწინეს ჩემი ნება. ეს არის ძალადობის არსი. სკოლის მთავარი პრინციპი რა არის? სკოლის მთავარი პრინციპია არ გაითვალისწინო ბავშვის ნება. მორჩა, ბავშვი არის ტრამვატულ გარემოში 12 წლიანი მუდმივი სტრესი. რომელსაც მეცნიერულ ენაზე ქვია დისტრესი და რომელიც დღეს დათვალეს მეცნიერებმა მავნებლობის მიხედვით რა არის პირველ ადგილზე. შედარებული ჰეროინს, ალკოჰოლს, რა ვიცი მე, ყველაფერს. პირველ ადგილზე არის დისტრესი. მუდმივი სტრესი. და ჩვენ აქ მიყვავს ბავშვი ჩვენინებით. და რო შეუმსუბუქოთ ბავშვს ეს დისტრესი იმისგან რომ მას არ უსმენენ და მის ნებას არ ითვალისწინებენ,
ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ის რომ ჩვენ გავხდეთ ჩვენი შვილის მეგობრები. მეგობარი რას ნიშნავს? მეგობარი არის ის ვინც არ განგიკითხავს, არ განგსჯის, გიღებს ისეც როგორიც ხარ, გისმენს და გული შეტკივა შენზე, შენ გვერდზე დგას და მოყვება გასაჭირში, ხო? რა თქმა უნდა, არც ისე კაი მეგობრობა გამოდის, რომ მეგობარს რომ იყავხარ სადღაც იმაში ჯოჯოხეთში, მაგრამ სამაგეროდ იმ ჯოჯოხეთიდან რომ მოდიხარ გისმენ და გვერდით გიდგები და ყველანაირად ვცდილობ რომ შენთან ერთად გავიდი ამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისიც უნდა აუხსნათ ჩვენ შვილებს, რომ ეს საშინელი სისტემაა, ეს სისტემა შენი მტერია, შენ წინააღმდეგარი რეალურად. აი შეიძლება ეხლა ფსიქოლოგებმა თქვას, რომ ვაიმე ეს ბავშვს არ უნდა უთხრა, მაგრამ ბავშვმა უნდა იცხოვროს რეალურ სამყაროში. კი, და აი სკოლის ქულები, ხო, ყველა დედასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სკოლის ქულები, ხო? და ვერ სწავლობს ბავშვი პროგრამას, ვერ ძლევს. როგორ მივიღოთ ეს, რა ვუთხრათ აი ახლა? სამწუხაროდ განუვითარებელი ადამიანის სიბრიყვეს არ აქვს საზღვარი. ეხლა მშობელი, რომელიც ნერვიულობს პირველ რიგში ქულებზე, მაპატიეთ, მაგრამ ძალიან დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობის მშობელია. არ შეიძლება ეს. პირველ რიგში უნდა იფიქრო შენი შვილის ფსიქიურ ჯანმრთელობაზე. ქულები რა შუაშია? გადახედეთ მსოფლიოს ნებისმიერ წარმატებულ ადამიანს. არც ერთი არ არის მაღალი ქულებით. არც ერთი გენიოსი, რომელმაც რაღაცა შექმნა, სკოლაში მაღალი ქულებით არ გამოირჩეოდა. არც ერთი ბიზნესმენი, არც ერთი ეხლა ხანს იმას გამოირკვა, რომ ბიზნესმენების 80% არის ის ხალხი, ვინცაც საერთოდ არ უსწავლია სკოლაში. ანუ რაზეა საუბარი? ეს ქულები რისი მაჩვენებელია, რომ ანუ არის რაღაც გამოგონილი სამყარო, რომელშიც ჩვენ გვჯერა, იმიტომ რაღაც ილუზიაში ვართ, რომ ქულებს რო დაამთავრ, მიიღებ, დააგროვებ, მერე უნივერსიტეტში მიგიღებენ და მერე ააწყობ ცხოვრებას. ეს ყველაფერი არის დიდი ბოდიში და ძალიან დიდი ბულშიტი, იმიტომ თუნდაც რატომ იცით, იმიტომ სამყარო შეიცვალა. დღეს არც ერთი სერიოზული კომპანია იმის რა ქვია, ხუთოსნებს აღარ იღებს. დღეს გაირკვა, რომ მსოფლიო ეკონომიკას სჭირდება კრეატიული ადამიანები და კრეატიული ადამიანები სწორედ ისინი არიან, ვინც ხუთებზე არ სწავლობდა. იმიტომ რომ ხუთებზე რო ისწავლო, შენი კრეატიულობა უნდა მოკლა. კრეატიულობა, ხუთიანის მიღებას კრეატიულობა არ ჭირდება, ხუთიანის მიღებას ჭირდება დაზუთხო. და რო დაიზუთხო, არ უნდა იყო კრეატიული. მუდმივად რო იზუთხავ, შენ კლავ თანმიმდევრულად კლავ შენს კრეატიულობას. ნებისმიერი უნარი ადამიანის კვდება და ატროფირდება თუ კი მას არ აკულტივირებ. და როდესაც მის საწინააღმდეგოს აკულტივირებ, აი აბსოლუტურად არაკრეატიული პროცესია დაზუთხვა, ხო? შენ ხდები მზუთხველი და შენი კრეატიულობა ქრება, იწოვება სადღაც და შენ ხდები არაკრეატიული და თუ არაკრეატიული ხარ დღეს უკვე 21 საუკუნის შეცვლილ სამყაროში შენ ხარ წარუმატებელი. ანუ ამ მშობლებმა, რომელიც ქულებზე ნერვიულობენ, ისიც კი არიციან, რომ სამყარო შეიცვალა. რომ ის ქულები პირიქით წარუმატებლობის გარანტიაა დღეს და არა წარმატების. იმიტომ რომ თუ გინდა რომ შენი შვილი წარმატებული იყოს, უნდა მიცე რაც შეიძლება მეტი თავისუფლება, რომ თავისუფლებაში ერთადერთი ადგილია თავისუფლება, სადაც ყვავის კრეატიულობა. და ეხლა ავიღოთ ყველაზე დიდი წარმატებული ადამიანები. ილონ მასკი, სტივ ჯობსი, არ ვიცი მე ნებისმიერი აიღეთ კიდე, რა ვიცი, ბილ გეიტსი, ესენი კრეატიული ხალხია. ესენი დაზუთხვის ხარჯზე არ და ვინც მათთან მუშაობს, მათგან ისინი კრეატიულობას ითხოვენ. Google-ი ნახეთ როგორ მუშაობს. თავარი პრინციპი იქ არის კრეატიულობა, იმიტომ რომ ახალი იდეები ჭირდებათ და არა სწორად გაცემული პასუხები და რაღაც ხუთიანზე შესრულებული დავალება. ეს უკვე არავის აღარ ჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტის დიპლომმა დევალვაცია განიცადა. არავის აღარ აინტერესებს. და მით უმეტეს ქართული დიპლომი, რომელიც ისედაც არსად არ გადიოდა არასოდეს. რომელ ქულებზე მელაპარაკებით, კარგით რა.
ძალიან ძნელია დავასრულოთ დღევანდელი შეხვედრა და ამოვწუროთ ჩვენი საკითხები. მე ძალიან ბევრი კითხვა მახსოვს გამოგიგზავნე შენ და მითხარი რომ შეუძლებელია ამის. ხო, ესეც ვიცოდი რომ არ კი, იმიტომ გამოვიდოდა. რომ ძალიან მაგრამ რთული თავისუფლებაზე არის. ცოტა ვილაპარაკეთ ხო, მე მგონი ძალიან მაინც. რთული არის დავასრულოთ, იმიტომ რომ მე მაგალითად პირადად უდიდესი სიამოვნებით დავჯდებოდი და ამ წინგს თავით განვიხილავდი. აი ერთი ესეთი პოდკასტი მექნებოდა ჩემთვის ბატონო. იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტ მშობელს კონდეს ამ ინფორმაციაზე წდომა, რაც ამ წიგნში არის, იმიტომ რომ ხარასაც საუბრობდი, თან პარალელს ვავლებდი ჩემს ბავშვობასთან და ჩემი ძმის ბავშვობასთან. ჩემი ძმა, რომელსაც აიძულეს ყოფილიყო ხუთოსანის სკოლაში და ჩემზე არ დარჩათ მადლობა ღმერთს იმდენი დრო და უფრო კრეატიულობისკენ წავედი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ წავედი, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი დედისთვის ყოფილიყავი კარგი მოსწავლე ხუთოსანი ესე, მაგრამ მაინც დაუსვდი ხელიდან, იმიტომ რომ უფრო მეტი ყურადღება უფრო ძმაზე იყო და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ეს ცოტათი მაინც შევძელი, აი ცოტათი მაინც შევძელი. ცოტათი მე მგონი ძალიან ბევრადაც. ხო, ძალიან მძიმედ მოვედი აქამდე, ხო, ბევრი კითხვის დასმა დამჭირდა საკუთარ თავთან და მე ამის წინ თქვი კიდევაც ფსიქოთერაპია რო დავიწყე, სადღაც 6 თვე ფსიქოლოგსაც კი ვატყვილებდი, ან მივდიოდი, ძალიან დიდ თანხავს ვიხდიდი და იმასაც კი ვატყვილებდი რეალურად, ხო, ან იმდენად, ხო, შიში. და დღეს მგონია დღევანდელ პოდკასტში ძალიან ბევრ მშობელს გაუჩნდება შიში და მგონია ზუსტად შიში არის ზრდა და იმედი მაქვს ძალიან სწორ კითხვებს დასვამენ. თეონა, იცი რა არის, მე თუ დააკვირდი ძალიან მკვეთრად გამოვთქვა აზრს რა და ამას ვაკეთებ სპეციალურად. ერთი ესეც ვფიქრობ, მაგრამ რა არის, აი ეს წიგნი რეალურად დაიწერა 10 წლის წინ. და 20 წლის წინ მე ეს ყველაფერი უკვე ვიცოდი. და 20 წელი გავიდა და ჩვენს სოციუმში არაფერი არ შეცვლილა. ანუ ცოტა უნდა შემოულაწუნოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ გაშტერებულ, დადებილებულ მდგომარეობაში ვართ და დებილებივით შევყურებთ ერთმანეთს ვაქებთ, არ ვლაპარაკობთ არაფერზე. არაფერს არ უყურებთ კრიტიკული თვალით და ვერ განვითარდებით ესე. ანუ მართლა დებილების არ მინდა ესე ვთქვა, მაგრამ რაღაც დებილების სოციუმში ვართ. ესეთი შთაბეჭდილება მაქვს. იმიტომ რომ სიდებილეა არიაზროვნო. ანუ კი მესმის რომ წარეა, მაგრამ როგორ შეიძლება არ უთხრა მშობელს რომ შენი შვილი რეალურად მიყავს ჯოჯოხეთში, სადაც დაადებილებენ შენ შვილს. ნეიროფიზიოლოგია არსებობს უკვე და ეს დამტკიცებულია. ეს ჩვენ რო ვიყოთ ახლა მე-18 საუკუნეში კიდევ ძალიან სიფრთხილე უნდა გამოვიჩნდეთ, მაგრამ უკვე აი მოლეკულის დონეზე დამტკიცდა, რომ ეს სკოლა არის დამანგრეველი ბავშვის ფსიქიკისთვის, ტვინისთვის, ჯანმრთელობისთვის. იმასაც არ ითვალისწინებენ, მე ერთი ფაქტი ვთქვი. აი ესეთი მაფიოზური სისტემა არის იმაში, რა ქვია, საქართველოს სკოლებში, რომ მე ხა ძალიან არ ჩავძიები ვარ, მაგრამ ეს ზედაპირული იმითაც ესე ჩანს, რომ ეს ავტორები არიან, არ ვიცი, განათლების სისტემასთან შეკრულები თუ რა ხდება, გამოდის რაღაცა აბსოლუტურად იდიოტური წიგნები და განათლების სამინისტრო ავალდებულებს ბავშვებს, რომ ატარონ ეს წიგნები სკოლაში და იმასაც არ ითვალისწინებენ, რომ ბავშვისთვის არ შეიძლება ამ ხელა სიმძიმის აწევა და რომ ეს არის მისი ხერხემლის გრევა, რომ ბავშვს ექნება ხერხემლის პრობლემა, ჯანმრთელობას უნგრევენ ელემენტარულად იმისთვის, რომ წიგნები იყიდებოდეს, სასკოლო წიგნები. ანუ და როგორ არის ის დაწყობილი, რაღაცა აი ვალდებულია ბავშვი, რომ ეს აკეთოს. ანუ ხვდებით? და აი ესეთი რაღაცეები ხდება და როგორ შეიძლება ჩვენ არ დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება რაღაცა აქტიურები არ გავხდეთ ამ მიმართულებით. ანუ ესეთ რაღაცეებში თუ არ გავხდით აქტიურები, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ სოციუმად ყოფნას. მაშინ რა ვიცი, წავიდეთ და ტყეში ვიცხოვროთ ყველა. ხო? და ძალიან დიდი ბოდიში ერთ რაღაცას დავამთავრებ, აი იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და დაუმთავრებელი დარჩა. მეგობარი რო უნდა იყოს შენი შვილის, ეს ამას აქვს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა, იმიტომ რომ ბავშვს უჩდება მშობლის სახით, აი წარმოიდგინეთ ბავშვისთვის რა ძნელია იყოს იმ გარემოში, სადაც სკოლაში არავინ არ უგებს და სახლშიც არავინ არ უგებს. ანუ
საერთოდ აი მართლა კატასტროფული მდგომარეობაა ბავშვის ფსიქიკისთვის. მაგრამ როდესაც ჩდება ის შესაძლებლობა, რომ მშობელს მაინც გაუზიარო რა მაწუხებს, ისე კი არა და მშობელმა ის პასუხი კი არ მომცეს, რომ აი რაც იცის, რომ თავიდან როგორ მომიშოროს, რომ არ დაფიქრდეს, ის კი არ მითხრას, რომ ისწავლე კაცო, ეგრეა ცხოვრება და მე რა ვიცი, ისწავლე. აბა რა, ყველა ეგრეა. აი რაღაც ეგეთი კი არ გითხრას. გითხრას, რომ კი შვილო, მესმის, რომ აი თუნდაც კონკრეტული მასწავლებელი არასწორად გექცევა, რომ არ გისმენს, რომ ეს სისტემა მთლიანად რაღაცნაირი არ არის კარგი, ესეც მესმის. და შენ გვერდზე ვარ. მე რაც შემიძლია შენ გვერდზე ვარ, თუნდაც იმით, რომ გისმენ და არ ვიცი, აი ესე მდგომარეობაში ვართ ერთად. უკვე ბავშვი მარტო აღარ არის. ხვდებით? და იმხელა ტრამვა ეხსნება, ამითი რომ აი არ ვიცი, ვინც ამას შეძლებს და გააკეთებს, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს თავის შვილისთვის. კი, ლევან, შენ თვითონ დაასრულე, ეხლა მეც ამის თქმა მინდოდა წეღან რომ გისმენდი, რომ თუ ის არ შეგვიძლია სკოლა ავარიდოთ, ბავშვს მინიმუმ ბავშვი რომ მოდის და გვესაუბრება, თუნდაც მასწავლებელი ცუდად მოექცა, ხო? მე როდესაც მოვდიოდი სახლში და დედას ვეუბნებოდი, რომ აი დღეს ძალიან მაგალითად მასწავლებელმა ესე მითხრა, ესე მომექცა, ეს უგულბელყოფილი ხდებოდა, ხო, რომ შენც მასაც იგივე მასწავლებელი ყავდა და მსგავსი პრობლემა არ იყო მაგალითად უთქვამს, ხო? ხო, ყველაფერში ბავშვი უნდა დავადანაშაულოთ. ხო, ან ბავშვი, ან მაგალითად თუ ხედავთ ჩემს მეგობრებს, ბევრს ყავს შვილი და როდესაც შვილს რაღაცა საგანში პრობლემა უჩნდება, რას აკეთებს დედა? ადგება და დამატებით რეპეტიტორია ყავს და კიდე იმ საგანში დამატებით ამზადებს გარდა იმის მაგივრად, რომ მოусმინოს და უმეგობრდეს, უთხრას, რომ ვიცი, კი, ეს სისტემა არის, მაგრამ ამ სისტემაში კი შენ არ ხარ უსაფრთხო, მაგრამ აი აქ მე სახლში რომ მოხვედი, უსაფრთხო გარემო დაგახვედრე და შეგიქმენი, მაგრამ არა, ამას არ აკეთებს მშობელი პირიქით, რომ აი შენ არ სწავლობ და ხო, მე ყველაფერს გიკეთებ, გაცმევ, გაჭმევ და რო იყო კარგი მშობელი, უნდა იყო მოაზროვნე. სხვანაირად არ გამოდის. ძალიან დიდი მადლობა ლევან სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო შენი სტუმრობა. მე ვისურვებდი რომ მართლა გულწრფელად გეუბნები, ყოველ პოდკასტში ყოფილიყავი ჩემი სტუმარი. უღრმესი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი და რაღაცა ამ თემაზე მართალი რო გითხრა, ცოტა ისეთი სამაქვს ხოლმე რა, რომ სულ უკმაყოფილობ დგები ხოლმე და უბრალოდ ალბათ უნდა შევეჩვიო, რომ ამ თემას ვერასოდეს ვერ ამოწურავ. ვერა, გამორიცხულია, ხო? მეც უკმაყოფილო დარჩი, იმიტომ რომ ჩემი კითხვების, რა ვიცი, 80% ვერ დავასვი ხო სადღაც და მეც უკმაყოფილო, მეც ჩიმშილის გზნობა დამჭა, მაგრამ მგონია რომ ძალიან სწორი მესიჯი მივეცით მაინც მშობლებს და ზუსტად იციან ეხლა მაინც როგორ შეუძლიათ ის ყველაფერი რაღაცა ის დანაკლისები, საუკეთესო მეგობარი შეუძლიათ რომ გახდეს თავისი შვილის, ამაზე მეტი რა უნდა წაიღო და რა უნდა ისედაც ზოგადადაც აი რო ვთქვათ, აი ამ წიგნის მესიჯი ერთ წინადადებაში რა არის ის რომ გახდი შენი შვილის მეგობარი, ოღონდ ჯერ გაიაზრე მეგობარი რას ნიშნავს. კი, მაგრამ მე თუ ჩემი თავისთვისაც არ ვარ მეგობარი და მეც ჩემ თავს არ ვუსმენ, ხო, ძალიან ძნელია შვილს მოусმენ, აი ძალიან ძნელია. აი ისევ მივედით ახლა ისეთ კიდე ერთი პოდკასტი გქონდა. საკუთარი თავის მოსმენაზე. ხო, საკუთარი თავის მოსმენაზე. ყველა გზა მაინც ბოლოს მადა მიდის. მე კი მომდენო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.